ქუთაისის ნომერ 1-ე საჯარო სკოლაში ტარიელ ხერხელაურისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო დახურე ძეცა ჩატარდა. ღონისძიებაზე სკოლამ თავად პოეტს უმასპინძლა. მოსწავლეებმა პოეტის შემოქმედება გააცოცხლეს, ხოლო მწერალმა დამსწრეს საზოგადოებას საკუთარი შემოქმედებიდან ლექსები წაუკითხა. ადგილზე იმყოფებოდა პოეტი ერეკლი საღლიანი, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი მაია აცკიტიშვილი და ასევე სტუმრები. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრიდან. ღონისძიება ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრისა და ნომერ 1-ე საჯარო სკოლის დირექციის ერთობლივი ინიციატივით შედგა. არის დღეები, რომელსაც ისეთი იმდნად ტევა და იმდნად დიდარი, რომ ყველანაირი სიტყვა უძლურია. ძალიან გზა, დიდი მადლობა. ესენი ბედნიერი ვარ, რომ მომიწია. ბედნიერი ვარ, პირველში ქუთაისში ვარ. მე ხარ ბედნიერი ვარ, ქუთაისის საპატიო მოქალაქედ რო ვითვლები. ვარ. და მე ბედნიერი ვარ, რომ ქუთაისის სკოლებში მიწევს ბავშვებთან შეხვედრა. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო. ამ წუთის სოფლიდან რაც მე სიცოცხლე მომცა. ეს უზარმაზარი ჯილდო შვილიშვილების თაობას გვერდის, რომ თლიან შენთან ყოფნა საჭირო. მადლობა უნდა გადავუხედოთ თითოეულ აი ამ პატარა ბავშვს, რომელმაც დღეს რაც შეეძლოთ, იმაზე მეტი სიყვარული მოგცეს, რაც შენ გეკუთვნა. მადლობა უნდა გადავუხედოთ თითოეულ შობელს, ყველას და თქვენს ჩათვლით, ყველას დიდი მადლობა, რომ იცი რომ არა გაქუფლება წოწონის. ჩემნა ამ როდესაც ამ შენს გარშემო ამ ხელა სიყვარულია, შენ წოწონის უფლება არ აქვს. შენ მე უბრალოდ ვალდებული ხარ, უფრო უკეთი ცხოვრ. უფრო უკეთი, აი რომ ამ ბავშვების მიმედი გაამართლა. თუ შევძელი, თუ დამჩადო, რაც ამ დროს είναι, თუ შევძელი, ნახვეც. ტარიელ ხერხელაურს წარდგენა არ ჭირდება. ის არის უკვდავი ლექსების ავტორი და მთელი წუთი სოფლური ამაოებისა და მარადისობის ურთიერთდამოკიდებულება მის ლექსში ვერკვლის სიხევარ მგლისფერი ამოზიდული დიდგორსა შვიდპირად მაკრავს ღრუბელი გველი მილოკავს ლიბოსა ვერი ქამს წუთი სოფელი ფეხებზე დამიკიდოსა. მე მიმაჩნია ეს ორი ხაზი არის ტარიელ ხერხელაურის პოეზიის პორტრეტი. ვერი ქამს წუთი სოფელი ფეხებზე დამიკიდოს. ეს 1-ე საჯარო სკოლისთვის რომ ჩვენ წესდღურად ყავს გამორჩეული. მართლაც საოცარი ადამიანი, ქართველი. ის იმბერაზი პოეტი ბატონი ტარიელ ხერხელაური თავისი მეგობრებით, ოჯახით რომელსაც განსაკუთრებით მადლობა მინდა გადაუხადო და არ შემიძლია ის გულწრფელი გულიდან, სულიდან, თვალებიდან გადმოცემული ემოციები, რომლებიც დღეს ჩვენმა მოსწავლე ახალგაზრდობამ მოგვიწვიეს. მადლობა თითოეულ თქვენთან. აი ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის, სკოლისთვის, რადგან მოხდეს ერთგვარი კავშირი ცოცხალ შემოქმედებასა და წიგნის ფურცლებიდან აღებულ განათლებას შორის. და რა თქმა უნდა, ყველანაირად შედეგიანიც იყო დღევანდელი დარბაზის მუხტი იგრძნობოდა ეს. არაჩვეულებრივი დღე არის დღეს 1-ე საჯარო სკოლაში, როდესაც სული სერიოზულობით ვებრძადებოდით ამ თვისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრათ ყველას, ამ იდეის ავტორს, მონაწილეს, ვინც კი ეს ყველაფერი დღევანდელი დღე აჩუქა 1-ე სკოლას და ეს დღე არასოდეს ადაგვავიწლება 1-ე სკოლელებს. ძალიან კარგი საღამო იყო ჩემი აზრით. ბევრჯერ ვისწვლებდი, კიდე შეხვედრილი ყავ. სათქმელი არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან მიხარია და ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის ბატონ ტარიელისთან შეხვედრა და არ ვიცი რა. ძალიან მიხარია. ბატონ ტარიელ ხერხელაურს შევხვდით.
პოეტს ძალიან გამიხარდა მისი პირველი წიგნი, რომ ქუთაისში არის დაბეჭდილი და ბატონი ტარიელ ხერხელაური არის უკარგეს პოეტი მისი ლექსებიდან გამომდინარე და მადლობა ბატონ ტარიელს.